აღნიშნეთ, ნამდვილად მიმდინარეობს ფინანსური რეპრესიები და რა თქმა უნდა, ასეთი უკანონო დანაშაულებრივი დავალების შესრულება შეუძლებელია იყოს კანონთან შესაბამისობაში. მაგრამ მეორე მხრივ, მე რამდენიმე საქმეზე სასამართლოში წარმომადგენელიც ვიყავი დაჯარიმებულების, ის უმდაბლესი დონე, ის უვიცობა, რასაც ავლენენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და რაზეც თავს უკრავენ მორჩილად მოსამართლეები, უბრალოდ მართლა წარმოუდგენელია. ამიტომ ნურცეთ მათგანს ნუ გაუკვირდება, როდესაც პერსონალურად მოხვდებიან სასანქციო სიაში და ეხლა მე უკვე კონკრეტულად თქვენ შეკითხვას უპასუხებ და დარწმუნებული ვარ, რომ საშუალო განათლების მქონე ნორმალურად ჯანსაღად მოაზროვნე ნებისმიერი ადამიანიც კი მიხვდება როგორ მარტივ უტიფარ კანონდარღვევებზე და დანაშაულებრივ ქმედებებზე ვსაუბრობთ. პირველ რიგში დავიწყოთ იქიდან, რაც თქვენ აღნიშნეთ, როდესაც ვამბობთ, იცით, რომ იმდენად ბევრი ადამიანის, სწორედ პოლიტიკური და ფინანსური რეპრესიიდან გამომდინარე დაჯარიმება დაიწყო სისტემამ, ხელისუფლებასაც არ უწოდებთ, რა თქმა უნდა, რომ იმდენად გადაიტვირთა სასამართლოები, რომ მომდევნო რამდენიმე თვე კიდევ მხოლოდ ფაქტობრივად ჯარიმებზე უნდა იმჟელონ, ამიტომ ძალიან სწრაფად, ფაცი-ფუცით, როგორც შეეფერება ქართულ ოცნებას, შეცვალეს კანონი და დაჯარიმების ვალდებულება და უფლება გადასცეს შინაგან საქმეთა სამინისტროს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252 მუხლის შესაბამისად დასაჯარიმებელ პირს თუ კი მას ადგილზე არ აჯარიმებს, ანუ ერთი არის რომ ადგილზე აქციის მიმდინარეობისას ხდებოდეს აქციის მონაწილეს ან დაკავება, ან იქვე დაჯარიმება, მეორეა, როდესაც ისინი თბილ კაბინეტებში შემდგომ იწყებენ მსჯელობას და ამორჩევას მსხვერპლის, ან უпростоრად განურჩევლად ნებისმიერს ამოცნებასაც კი მოახერხებენ დაჯარიმებას, აი როდესაც არ ხდება ადგილზე დაჯარიმება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252 მუხლით შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია განხილვას დაასწროს სავარაუდო სამართალდამღვევი, რომელსაც უფლება აქვს წარადგინოს ახსნა-განმარტება, წარადგინოს თავისი მტკიცებულებები, წაიყვანოს და იყოლიოს ადვოკატი, გამოიკლიოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად სხვადასხვა გარემოებები და მხოლოდ ამის შემდგომ აქ შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლება გამოსცეს დაჯარიმების შესახებ დადგენილება. ამიტომ გვაქვს ორი ვარიანტი, ან შინაგან საქმეთა სამინისტრო ადგენს ყალბოქმებს, რომ თითქოს სამართალდარღვევები დაიბარა და ისინი არ გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში და ეს სალსახად დანაშაული იქნებოდა, ან მეორე ვარიანტი, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ფეხებზე იკიდებს კანონის სავალდებულო მოთხოვნას და ამას ალტერნატივა არ გააჩნია და სამართალდამღვევის გარეშე განიხილავს, სავარაუდო სამართალდამღვევის გარეშე განიხილავს ამ საკითხს და რა თქმა უნდა ეს მაშინ ნიშნავს, რომ აქტი გამოცემულია მისი გამოცემის და მომზადების წესების არსებითი დარღვევით და ასეთი დარღვევა არის აქტის ბათილობის საფუძველი და ნიშნავს, რომ მაშინ ყველა ეს გამოწერილი ჯარიმა უნდა გაბათილდეს. ეს არ არის ერთადერთი დარღვევა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი დარღვევა არის, როგორ ახდენს შინაგან საქმეთა სამინისტრო ეგრეთ წოდებულ იდენტიფიკაციას სავარაუდო სამართალდარღვევების. ნახეთ, შინაგან საქმეთა სამინისტრო იმის მაგივრად, რომ ადგილზე წევდეს ძალისხმევას და ადგილზე არ ყვევდეს ვინ დაარღვია კანონი, თუ კი ასეთი მოხდა, ადგილზე ადგენდეს ამ სამართალდამღვევების ვინაობას და აჯარიმებდეს, ამის ნაცვლად ისინი ფაქტობრივად უშვებენ, როგორც აღმაშენებლის სხეივნის გადაკეთვაზე გააკეთეს, ხო, თავისით გადაუძღნენ ადამიანებს გზაზე და შემდეგ თქვეს, რომ ადამიანებმა ჩაიდინეს დანაშაული. აი იგივეს ყოველდღიურად ჩადის შინაგან საქმეთა სამინისტროს აი ეს რიგითი პოლიციელებიც, რომელიც უკვე როგორც აღნიშნე აუცილებლად უნდა მოხვდნენ, მათ შორის არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით პასუხისგების ქვეშ, სამართლებრივი პასუხისგების ქვეშ, არამედ მათ შორის სასანქციო სიებშიც, რომ თავისი ოჯახის წევრებთან ერთად იგრძნონ სიმძიმე იმის, რაც ნიშნავს ასე უდანაშაულოდ ახდენდნენ მასობრივ რეპრესიას შენი მშვიდობიანი საზოგადოების წინააღმდეგ. ანუ პოლიცია ყოველდღიურად ფაქტობრივად რუსთაველზე აძლევს საშუალებას აქციის მონაწილეებს, რომ გზა გადაიკეტოს, როგორც თვითონ თვლიან, თითქოს ეს ადამიანების რაოდენობა საკმარისი არ არის, ანუ აძლევენ საშუალებას, რომ კანონი დაარღვიონ და შემდგომ არაფერს აკეთებენ, რომ ეს კანონი გამოასწორონ, კანონდარღვევა გამოასწორონ, ხო? უყურეთ, შეკრება იზღუდება და არ შეიძლება ქუჩაზე გადასვლა თუ საკმარისი ხალხის რაოდენობა არ არის, იმიტომ რომ თითქოს სხვების ასევე კონსტიტუციით დაცული უფლებები შეიძლება შეილახოს. რა უფლებებია ეს? თავისუფალი მიმოსვლა, თქვათ სასწრაფოს მიმოსვლა, ანუ ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე უფლება, სახანძროს მიმოსვლა და ასე შემდეგ. თუ მე აი ამ უფლებების დასაცავად კანონის დარღვევას უყურებ ქუჩაში
მაშინ რა უფლება მაქვს რომ ამაზე არ რეაგირებ და არ ვახდენ რუსთაველის გამზირის გაწმენდას ყოველდღიურად. ხო? რატომ არ ხდება მაშინ ადგილზე სამართალდარღვევის აღმოფხვრა და ზრუნვა იმ ადამიანის უფლებებზე, რომლის გამოც ჩემი უფლება შეიზღუდა. მაგრამ ამის ნაცვლად კიდევ ერთხელ დაუბრუნდები, შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტობრივად სამართლებრივად ასე ფასდება, აძლევს საშუალებას საზოგადოებას რომ დაარღვიოს კანონი, მათი შეფასებით დაარღვიოს კანონი, თორე კანონი ცალსახად უნდა ვთქვათ, რომ არ ირღვევა, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეფასებით აძლევს საშუალებას საზოგადოებას, რომ დაარღვიოს კანონი, შემდგომ მიდის თბილ კაბინეტებში და რაღაცა კამერიდან ახდენს თითქოს სამართალდარღვევების იდენტიფიცირებას და ასობით და ათასობით ამ ქვითარს ბეჭდავს კონვეიერული სისტემით. ერთადერთი რის საფუძველზეც ისინი აი ამ კამერებიდან ახდენენ იდენტიფიცირებას, ეს არის შინაგან საქმეთა მინისტრის ნომერ 73 2011 წლის ნომერ 2021 წლის ნომერ 73 ბრძანება, რომელიც არეგულირებს ერთადერთ შემთხვევას, როდის ხდება ელექტრონული პროგრამის გამოყენება ადამიანის იდენტიფიცირებისთვის, როდესაც ქუჩაში პოლიციელი გაგაჩერებთ, ან სამართალდარღვევ აქციაზე პოლიციელი დაგაკავებთ როგორც სამართალდარღვევს, თქვენ არ უმხელთ მას ვინაობას, ის ვერ ადგენს თქვენ ვინაობას და ასე შემთხვევაში მას უფლება აქვს ბაზიდან ამოიღოს თქვენზე მონაცემები ფოტოს გადაღების მეშვეობით, ოღონდ საბოლოო იდენტიფიცირება უნდა მოახდინოს ფოტოს დადარებით ადამიანთან. ანუ სამართალდარღვევი იქვე უნდა ყავდეს პოლიციას და ფოტო უნდა დაადაროს ადამიანს. ეს არის იდენტიფიცირების წესი, რომელსაც არეგულირებს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება. ამის ნაცვლად შინაგან საქმეთა სამინისტრო ფოტოს ადარებს. ფოტოს აბსოლუტურად სხვა შემთხვევაში იყენებს ბრძანებას, რომელიც აბსოლუტურად სხვა რეგულაციას ეხება. ანუ ყველა ის ათასობით ჯარიმა, რომელიც აქამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოწერა. ყველა ის ათასობით საქმე, რომელიც აქამდე მოსამართლემ განიხილა, აშკარა კანონდარღვევის ფონზე მიმდინარეობს, დანაშაულებრივი დარღვევების ფონზე მიმდინარეობს და ამ ყველაფერზე მონურად და მორჩილად საბოლოო ჯამში სასამართლო არ ყავს ბეჭედს, ამიტომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ნუ გაუკვირდება ნურცერთ მათგანს და სხვა შორის ადვოკატები მე მომისმენია არა მხოლოდ ჩემი პოზიცია ვიცი, არამედ სხვა ადვოკატებიც ხო დერეფნებში და ის საკმაოდ კვალიფიციურად და ცალსახად იმდენად მარტივი საქმეებია, რომ შეუძლებელია აქ ვინმე თქვას, რომ არ ვიცოდი ასეთი დარღვევის არსებობის შესახებ, არ ვიცოდი რომ ეს კანონი ირღვეოდა. ანუ აი ესეთ აშკარა კანონდარღვევებზე მიდიან. რომ აღარაფერი ვთქვათ, რომ არ იკვლევენ ადამიანი რეალურად აქციაზე როდის მივიდა. ანუ ის მონაწილეობდა გზის გადაკვეთაში თუ არა. არ იკვლევენ საერთოდ არ იციან რომელ დღეს ამ აქციაზე რამდენი ადამიანი იყო, ხო? რამდენი ხო უნდა გიმტკიცებს, რომ არ იყავი საკმარისი რაოდენობა. ეკითხები, რომ აი რამდენი ადამიანი ვიყავით და პასუხობენ, რომ არ ვიცი. რამდენი ადამიანი ეტევა რუსთაველის გამზირზე ტროტუარზე. ათასობით აქცია უმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პასუხობენ, რომ არ ვიცი. ოთ ამ ყველაფერს თავს იდებილებენ და ისულელებენ, იმიტომ რომ ზუსტად იციან, რომ კანონდარღვევას ადგილი არ ქონდათ. მარტივად ფორმალური რაღაცა წინაპირობებსაც კიდე გიმევთ ვერ იცავენ შის შემთხვევაში, თუმცა რაღაცა მინიმალურად ოქმებს შეადგენენ და აი ამ მინიმალურად გადაგდებულ სასამართლოსთვის საქმეს, რომელიც აბუჩად აგდება რეალურად მოსამართლის და სასამართლოსი, ის საბოლოოდ ბეჭდავს. და ირაკლი აი ხდება იმ ყველაფრის ფონზე, როდესაც თავად ქართული ოცნების მაღალჩინოსნების დეკლარაციები არის დამალული და არ არის ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის, ამაზე მათ შორის გუშინაც იყო ნოდარი შაბათში რეპორტაჟი და დღესაც იყო პოლიტიკური შეფასებები, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ ფაქტობრივად განგებ გადამალა ოცნების მაღალჩინოსნების დეკლარაციები, რომ რაღაცა არ გქონდეს წარმოდგენა და წვდომა იმაზე რეალურად საიდან შოულობენ ეს ადამიანები კოლოსალურ თანხებს ესე ვიტყოდი და მათ შორის ძვირადღირებულ ნივთებსაც, ხო, აი კონკრეტულად მაგალითად გუშინ იყო ნოდარის თან რეპორტაჟი მაკაბოჭორიშვილის რაღაცა გარდერობზე, ესე რომ თქვა, სუბუქად გავიგე რომ დეპუტატის ხელფასი ეხლა მინისტრია სწორედ და მანამდე ქართული ოცნების დეპუტატების დეკლარაციებიც გვახსოვს და მათი ხელფასი არ იყო იმდენი როგორც ეხლა გაზრდის პირობებში, ხო, ბევრად უფრო ორჯერ ნაკლები იყო თუ არ ვცდები, აი რას ნიშნავს ეს ყველაფერი, რაზე მიუთითებს, ან პარალელურ რეჟიმში რომ შევხედოთ? ხო, ჩვენ გვახსოვს რომ ქვეყნის გრევა, დემოკრატიული რელსებიდან გადახვევა, დასავლურ სამყაროდან ჩამოშორება ფაქტობრივად დაიწყო ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის კანონის, რუსული კანონით, მაშინ როდესაც მათ განაცხადეს, რომ გამჭვირვალობა ეს იმდენად მაღალი იდეაა და იმდენად დიდი სურვილი აქვთ, რომ ყველაფერი და მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ გამჭვირვალე, რომ ისინი მზად იყვნენ გაერისკათ
როგორც უკვე აღვნიშნე, ქვეყანაში შიგნით სიმშვიდე და საზოგადოების სიმშვიდე, დემოკრატიული ინსტიტუტების გრადობა, დასავლეთისკენ სვლა და ასე შემდეგ, ხო? ამის შემდგომ გაგრძელებული სწორედ ფაქტობრივად ეს პროცესი გრძელდება, როდესაც ათასობით ადამიანს აჯარიმებენ და ასეთ მნიშვნელოვან ფინანსურ პრობლემებს უქმნიან და ამ ფონზე აბსოლუტურად სწორია, ანუ ამ თვალსაზრისით ლოგიკური კავშირი ამ საკითხებს შორის არის, ამ ფონზე ჩვენ ვხედავთ როგორ ელემენტარულ საკანონმდებლო მოთხოვნებს, რომელიც უკვე 10 წლეულებია ამ ქვეყანაში არსებობს, რომელიც მუშაობს, რომელიც ყველა დემოკრატიულ სისტემაში არსებობს, იმიტომ რომ არ შეიძლება შენ ბიუჯეტიდან იღებდე ხელფასს, ბიუჯეტიდან იღებდე სარგებელს, სარგებლობდე იმ გავლენებით და შესაძლებლობებით, რასაც სახელმწიფო მოხელის სტატუსი განიჭებს და არ იყო ანგარიშვალდებული ქონებრივი და ფინანსური თვალსაზრისით საზოგადოების წინაშე და აი ამ ელემენტარულ ვალდებულების შესრულებაზეც კი ამბობენ უარს. ეხლა დღეს შეიძლება ეს სიტყვა ჯერ გამოვიყენე, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა გამოვიყენო, რომ როდესაც ამის პარალელურად თავს მართლა იდებილებს და ისულელებს, ხო, ამ ხელა ადამიანი და გეუბნებათ, რომ ტექნიკური ხარვეზი აქვს თურმე საიტს და ამიტომ არ საჯაროდება, ხო? ანუ მე რა ვიცი, ელემენტარული თავმოყარეობა არ გააჩნიათ ამ ადამიანს. აი, ვინც დაავალა, თავისი მოგონებული რო იყოს, არ მგონი ამდენი ტვინი არ ეყოფოდა, ხო? ვინც დაავალა და უთხრა, რომ აი მესეჯ ბოქსი ეგ კონდეს, რომ ტექნიკური ხარვეზი აქვს საიტ. აი, თავის შეურაცხყოფილად როგორ არის გძნო, რომ აი ამ ხელა კაცი სულელი ხო არა ვარო ეს თქვა, ხო? აი რაღაცა როგორ ვერ მოიფიქრეს სხვა, ხო? იმიტომ რომ ჯერ ერთი ტექნიკური ხარვეზი ამდენი ხანი ვერ იარსებებს და რა ტექნიკური ხარვეზი უნდა იყოს ისეთი, როდესაც საიტი გამართულად მუშაობდა და მეორეც კონკრეტული წერილებია შესული და საჯარო ინფორმაციის სახით ითხოვს ხალხი ამ დეკლარაციებს და იმაზე პასუხების გაცემაც კი შეწყვიტა ამ ბიურომ, ხო? ანუ პირდაპირ გასაიდუმლოებულია ამ ადამიანების ფინანსური ქონებრივი მდგომარეობა. და შეკითხვა მე მგონი რიტორიკულია, რატომ? იმიტომ რომ საზოგადოების თითოეულ წევს, მათ შორის მათ მომხრეებსაც დარწმუნებული რომ პასუხი აქვს ერთი. როდესაც შენ ქონებრივ მდგომარეობას და ფინანსურ მდგომარეობას ინფორმაციას მალავ, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ხარ გარეული კორუფციაში. შენ ხარ გარეული უკანონო შემოსავლების მიღებაში. შენ გიწევს დეკლარაციაში დამალო ის უკანონო სახლები, ძვირფასეულობა თუ ქონება, რომელიც შემდგომ ჟურნალისტების სიუჟეტებში ძალიან ხშირად გასაჯაროვდება ხოლმე და მერე უხერხულ მდგომარეობაში ვარდებიან, რომ აღარაფერი ვთქვათ, რომ მათი დანაშაულის მტკიცებულებები იქმნება და ამაზეც აუცილებლად პასუხისგება მოუწევთ, ხო? მეორეც ალბათ უკვე ხედავენ რისკს, რომ კორუფციაში მონაწილეობის გამო მათ შორის საერთაშორისო სასანქციო სიებშიც აღმოჩნდნენ. ასე რომ ბევრი აქვთ დასაკარგი და სწორედ ამიტომ აირჩიეს მარტივი გზა. ისევ ქართულ საზოგადოებას გადაუვაროთ თავზე, ისევ ქართულ საზოგადოებას ვაჭამოთ ეს ტყუილი, რომ რაღაცა ტექნიკური ხარვეზის გამო, რომელიც თურმე ბიურომ ვერ აღმოქვა თვეების განმავლობაში, თქვენ ვერ გექნებათ ინფორმაცია, როგორ ვიპარავთ თქვენგან იმ სიმდიდრეს, რაც საზოგადოებას უნდა ხმარდებოდეს. ასე რომ ეს არის ეგრეთ წოდებული ხელისუფლების ბუნება. საზოგადოების ინტერესების ფეხებზე დაკიდება და ზრუნვა მხოლოდ პირად კეთილდღეობას.